ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა, რომელიც ჯვარზე მოკვდა. წერდა ნიცშე ანტიქრისტეში. გამარჯობა. ამ ვიდეოში განვიხილავ ნიცშეს შეხედულებას იესო ქრისტეს შესახებ. კონკრეტულად განვიხილავ ამ ყველაფერს წიგნიდან ანტიქრისტე. მოდი პირველ რიგში განვიხილოთ ამ წიგნის სათაური. გერმანულში der Antichrist შეიძლება ორნაირად გადაითარგმნოს და მას შეიძლება ორნაირი მნიშვნელობა ჰქონდეს. პირველი მნიშვნელობა ისე როგორც თარგმნილი არის ანტიქრისტე, ხოლო მეორე მნიშვნელობა ანტიქრისტიანი. გერმანულში ორივე თარგმანი შეესაბამება ამ სიტყვას. თუმცა ყველგან თითქმის ყველა ენაზე რაც ენაზეც თარგმნილი არის ეს წიგნი ითარგმნება როგორც ანტიქრისტე, რომელიც შეესაბამება ბიბლიური პერსონაჟის სახელს. მაგრამ ბიბლიური პერსონაჟი ანტიქრისტე ნიცშეს ერთხელაც არ ყავს წიგნში ნახსენები. თუმცა წიგნის კონტექსტიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ დავასკვნათ, რომ ნიცშე ანტიქრისტეს იყენებდა როგორც ანტიქრისტიანს. აქედან გამომდინარე წიგნის სათაური რეალურად უნდა იყოს ანტიქრისტიანი და არა ანტიქრისტე. ნიცშეს ეს წიგნი ანტიქრისტე უნდა ყოფილიყო 4 ტომეული. და ანტიქრისტე ამ 4 ტომეულის პირველი ტომი უნდა ყოფილიყო. თუმცა მან ამ 4 ტომეულის დასრულება ვერ მოახერხა თავისი ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე. ეს წიგნი ნიცშეს ნაშრომების კულმინაცია არის. როგორც იცით, ნიცშეს ნაშრომები იყოფა სამ პერიოდად: ადრეული პერიოდი, შუა და ბოლო პერიოდი. ანტიქრისტე ბოლო პერიოდის წიგნებს მიეკუთვნება და აქედან გამომდინარე ქრისტიანობაზე დაწერილი წიგნების კულმინაცია არის ნიცშეს ნაშრომებს შორის. პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ქრისტე განასხვავებს ქრისტეს და ქრისტიანებს. მას ეს ორი რადიკალურად განსხვავებულ რაღაცად მიაჩნია. რომ სიტყვიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქრისტიანობა არის რელიგია და ქრისტე თვითონ ადამიანია, რომელი რელიგიის მიმდევრებიც ქრისტეს მიჰყვებიან, მაგრამ არა. ნიცშესთვის ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაცა არის. რადგან ქრისტიანობა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ქრისტეს მიჰყვება. აქედან გამომდინარე ეს დისტინქცია აუცილებელი არის, რადგან ქრისტე როგორც ფიგურა, პიროვნება, საერთოდ სხვა რამე არის, ხოლო ქრისტიანობა, რომელიც წესით ქრისტეზე უნდა იყოს დაშენებული, საერთოდ განსხვავებული რამ არის. ანტიქრისტეში ნიცშე ისახავს მიზანს, რომ გააკეთოს ფსიქოლოგიური ანალიზი იესო ქრისტესი. ამ ყველაფერს წინაპირობა ახლავს, რომელიც წინამდებარე სიტუაციიდან არის გამოწვეული, რომელიც იმდროინდელ ევროპაში იყო. იმდროინდელ ევროპაში საკმაოდ პოპულარული გახდა სახარებების ისტორიულად გამოკვლევა, რაც მანამდე აკრძალული იყო. რადგან თუ ადამიანი სახარებებს დაიწყებდა ისტორიულად გამოკვლევას, ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი უარყოფდა სახარებების ჭეშმარიტებას. ანუ წინაპირობად არიღებდა აუცილებლად იმას, რომ სახარებები იყო ჭეშმარიტი. აქედან გამომდინარე ეს აკრძალული იყო. თუმცა იმდროინდელ ევროპაში ეს საკმაოდ პოპულარული გახდა. როდესაც თეოლოგები სახარებებს ისტორიულ ანალიზს უკეთებდნენ, ისინი თავიანთ დასკვნებს აკეთებდნენ და ბევრი წიგნი გამოიცა იმდროინდელ ევროპაში, რომელსაც ერქვა იესოს ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი წიგნთაგანი, რომელსაც ნიცშე თავის წიგნში ანტიქრისტეში განიხილავს, იყო ერნესტ რენანის წიგნი. ნიცშე ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. მას არ უნდა ისტორიული ანალიზი გააკეთოს, რას აკეთებდა იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება, მას ეს არ აინტერესებს. არამედ მას აინტერესებს ის თუ ფსიქოლოგიურად როგორი პიროვნება იყო იესო ქრისტე. ნიცშეს სახარებები არ აინტერესებს როგორც ისტორიული წყაროები. არამედ მას სახარებები აინტერესებს იმ დონეზე, თუ რა დონემდე შეუძლიათ სახარებებს ჩვენ მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ფსიქოლოგიურად როგორი პიროვნება იყო იესო ქრისტე. ამის გამო შემოდის მეორე დისტინქციაც. იესო ქრისტეს ფსიქოლოგიური პიროვნება და ფსიქოლოგიური პორტრეტი და მეორე იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება. ამ დისტინქციის გაგება მნიშვნელოვანი არის, რადგან წინამდებარე სიტუაციის გამო, რომელიც ზემოთ განვიხილე, ეს ორი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მოდი განვიხილოთ იესო ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ამას აკეთებდა ერთ-ერთი ადამიანი ერნესტ რენანი, რომელიც შეისწავლიდა იესო ქრისტეს როგორც ისტორიულ პიროვნებას. ერნესტ რენანი თავის წიგნში იესოს ცხოვრება წერდა, რომ ქრისტე არ იყო ნამდვილად ღმერთის შვილი. და ის შემდეგ ანალიზს უკეთებდა თუ რომელი სასწაული გააკეთა იესო ქრისტემ რეალურად და რომელი სასწაული არ გაუკეთებია. ერნესტ რენანი განიხილავდა, რომ სასწაულები, რომლებიც სახარებებს შეაღწევილი, მოგვიანებით იყო ჩამატებული, რადგან იესოს ღვთიური პიროვნება და ღვთიური ძალები შეემატებინათ. თუმცა იგი ამას უარყოფდა. იგი უარყოფდა, რომ იესო ქრისტე ღმერთის შვილი იყო და მას უწოდებდა უბრალოდ გენიოს და გამორჩეულ ადამიანს, სხვა სიტყვებით გმირს. შესაბამისად, ერნესტ რენანისთვის იესო ქრისტე არ იყო ღმერთის შვილი, რაღაც ღვთაებრივი ადამიანი, მაგრამ მაინც იყო ის გამორჩეული სხვა ადამიანებთან შედარებით, ის მაინც აყენებდა იესო ქრისტეს სხვა ადამიანებზე ზემოთ, რადგან მას უწოდებდა გმირს და გენიოს.
ერთ-ერთი მიზეზი ამისა კიდევ ის იყო, რომ იგი იესო ქრისტეს სასწაულებს ბუნებრივ ახსნებს უძებნიდა. თუმცა ნიცშეს ეს ყველაფერი არ აინტერესებს. მიზეზი იმისა თუ რატომ არ აინტერესებს ნიცშეს თუ რომელი სასწაული გააკეთა იესო ქრისტემ და რომელი სასწაული არ გაუკეთებია, არის ის, რომ ამას არ აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ ხედავს იესო ქრისტეს ხალხი, ან როგორ უნდა ხედავდეს ხალხი იესო ქრისტეს. მისი მიხედვით ქრისტეს ხალხი უნდა უყურებდეს როგორც თუ როგორი პიროვნება იყო ის ფსიქოლოგიურად. ანუ ფსიქოლოგიურ სპექტრში უნდა უყურებდეს ხალხი იესო ქრისტეს. თუ როგორი პიროვნება იყო იგი და როგორ ცხოვრობდა ის, რადგან შემდეგ ამას მიხვდნენ და მასავით იცხოვროს ხალხმაც. აქედან გამომდინარე, ნიცშე ერნესტ რენანს ეწინააღმდეგება და წერს: ბატონი რენანი, ფსიქოლოგიის მასხარა, იესოს ტიპის ასახსნელად ორ სრულიად შეუსაბამო ცნებას გვთავაზობს: გენიოსი და გმირი, მაგრამ სახარებისთვის ყველაზე შეუსაბამო გმირის ცნებაა. რატომ არ მიიჩნევდა ნიცშე იესო ქრისტეს გმირად? მოდი განვიხილოთ თუ ვინები არიან გმირები, გმირის კონცეფცია. გმირები იბრძვიან ომებში, ისინი თავს წირავენ, მისი მამაცები არიან, თავდადებულები და აკეთებენ ძალიან დიდ მიღწევებს. მას ძალიან განსაკუთრებული მიღწევები აქვს ცხოვრების განმავლობაში. ეს ყველაფერი არის მატერიალური. ნიცშეს არ მიაჩნია, რომ იესო ქრისტეს მსგავსი მატერიალური მიღწევა ჰქონდა ან უნდოდა რომ ჰქონოდა. რადგან ნიცშესთვის იესო ქრისტეს სწავლებები საერთოდ არ არის მატერიალურ ცხოვრებაზე კონცენტრირებული. ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით. როდესაც ნიცშე ერნესტ რენანს აკრიტიკებდა, ის ასევე წერდა, რომ სიტყვა ქრისტიანობა დიდი გაუგებრობაა. ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა, რომელიც ჯვარზე მოკვდა. როგორც აქამდე ვახსენე, რელიგია ქრისტიანობასა და თვითონ ქრისტეს შორის დიდი განსხვავებაა და სწორედ ამის დანახვა უნდა ქრისტეს ამ ციტატიდან, რომ ქრისტიანი მხოლოდ ქრისტე იყო და სხვა ადამიანებს არ აქვთ საერთოდ იმის უფლება, რომ თავი ქრისტიანებად მიიჩნიონ. ზუსტად იმ დისტინქციის გამო, რაც არის ქრისტესა და თვითონ ქრისტიანობა რელიგიას შორის. ნიცშე წერდა, რომ თითოეული ღვთისმშვილი ყველა თანატოლია. იესოს უწოდო გმირი და საერთოდ რა გაუგებრობაა სიტყვა გენიოსი. როგორც უკვე ახსენი, ნიცშეს არ მიაჩნია, რომ იესო ქრისტე ან გმირი იყო, ან გენიოსი. და მას მიაჩნია, რომ ყველა ღვთისმშვილი, ყველა ადამიანი აბსოლუტურად არის თანატოლი და ერთმანეთის თანასწორი არის. ზუსტად ამის გამო აკრიტიკებს იგი ერნესტ რენანს. როდესაც ერნესტ რენანი წერს, რომ იესო ქრისტე გმირი და გენიოსი იყო და ამით უნდა რომ იესო ქრისტე სხვა ადამიანებთან შედარებით მაღლა დააყენოს მატერიალურად. ეს არასწორი არის, ამას ნიცშე არ ეთანხმება, რადგან ეს ასე არ იყო. იესო ქრისტე ზუსტად ისეთივე ადამიანი იყო, როგორც ჩვენ ყველა. ამას ამტკიცებდა ნიცშე და მას არ მიაჩნია, რომ რომელიმე ღმერთის შვილი სხვა ღმერთის შვილზე მაღლა უნდა იდგას. როდესაც ნიცშე ცდილობდა, რომ იესო ქრისტე ფსიქოლოგიურად გაეანალიზებინა, ის ხშირად ციტირებდა ლუკას ახარებას და ყველაზე ხშირად მონაკვეთს, სადაც წერია, რომ ღმერთის სასუფეველი თვითონ შენში არის, ადამიანებში. ის წერდა: ზეციური სასუფეველი არის გულის მდგომარეობა და არა რაღაც, რაც მიწის ზემოთ ან სიკვდილის შემდეგ მოდის. სახარებაში საერთოდ არ გვხვდება ბუნებრივი სიკვდილის ცნება. სიკვდილი არ არის ხიდი, არ არის გადასვლა. ის არ გვხვდება, რადგან სრულიად განსხვავებულ მოჩვენებით სამყაროს ეკუთვნის, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სიკვდილის საათი არ არის ქრისტიანული ცნება. საათი, დრო, ფიზიკური ცხოვრება და მისი კრიზისები საერთოდ არ არსებობს სახარების გადაგებლისთვის. ღვთის სასუფეველი არ არის რაღაც, რაც შეიძლება ელოდო. მას არ გააჩნია გუშინ და ზეგი, ის არ მოდის 1000 წლის შემდეგ. ეს გულის გამოცდილებაა, ის ყველგანაა, ის არსად არის. ზემოთ ვახსენე, რომ ნიცშე კაცრ დისტინქციას აკეთებს მატერიალურსა და არამატერიალურ სწავლებებს შორის, რომელსაც იესო ქრისტე ასწავლიდა. ის მატერიალურ ყველაფერს უარყოფს. როდესაც იესო ქრისტე ამბობს, რომ ღვთის სასუფეველი თქვენში არის, ამ ყველაფერს ნიცშე იგებს არამატერიალურად. მისთვის არამატერიალური არის ყველაფერი მნიშვნელოვანი. ნიცშეს აზრით, იესო ქრისტეს სწავლებები მთლიანად არამატერიალურ მნიშვნელობაზე იყო მორგებული, რომ ადამიანი არამატერიალურად უნდა იყოს კეთილი. ის მორალურად უნდა იყოს კეთილი, ის უნდა ცხოვრობდეს სიკეთით. და ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს თავისი შინაგანი მდგომარეობით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ ნიცშეს არ შეა რომ ზეციური სასუფეველი რაიმე ადგილია, სადაც ადამიანები სიკვდილის შემდეგ წავლენ. არამედ ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. განვიხილოთ ლუკას ახარების მე-17 თავის მე-20 და 21 მუხლები, რომლის რეფერირებასაც ნიცშე აკეთებდა. ხოლო როდესაც ფარისეულებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმერთის სასუფეველიო, მიიგო და უთხრა მათ: ღმერთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ, ვერ იტყვიან, აქ არის ან კიდევ იქ არისო, ვინაიდან ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. დაუბრუნდეთ თვითონ ადამიანის მდგომარეობას. ნიცშესთვის ქრისტეს ქადაგება ადამიანის ცხოვრებისა და ყოფნის შესახებ იყო.
რამდენად კეთილი უნდა ყოფილიყო ადამიანი და რამდენად წმინდა. წმინდა ოღონდ სუფთა გაგებით, სუფთა უნდა ყოფილიყო ადამიანი მორალურად. სწორედ ამას ასწავლიდა იესო ქრისტე ნიცშეს მიხედვით. შესაბამისად, ნიცშე ყველაფერ მატერიალურს უარყოფდა და ქრისტეს სწავლებებს ანიჭებდა სულიერ მნიშვნელობებს. თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანი სულიერად, ანუ მორალურად, რომ მორალურად ადამიანებს უნდა ეცხოვრათ სუფთად, ისინი უნდა ყოფილიყო კეთილები, არ უნდა ჩაედინათ სიბოროტე. ამ ყველაფერს კი საფუძვლად უდევს ის, რომ ყველა ადამიანი თანატოლი არის. არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანისთვის განსხვავება, თუ ვინ როგორი არის, ვინ რამდენად ქრისტიანია, ვინ რამდენად კეთილია, ვინ რამდენად ბოროტია, ან ვინ რამდენად ღმერთის შვილი არის და ვინ რამდენად არ არის ღმერთის შვილი. არამედ ღმერთის ყველა შვილი ქრისტიანობაში უნდა იყოს თანასწორი. სწორედ ამას ამტკიცებდა ნიცშე, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი, როგორც თქვენ, ასევე იესო ქრისტეც. ნიცშე წერდა: რწმენა არ გამოარჩევს ქრისტიანს. ქრისტიანი მოქმედებს, იგი განსხვავებულად მოქმედებს. არც სიტყვით, არც გულში იგი არ ეწინააღმდეგება მას, ვინც ბოროტებას ჩადის. მის წინააღმდეგ იგი არ განასხვავებს თავისიანსა და უცხოს, იუდეველსა და არაიუდეველს. იგი არავის მიმართ გამოხატავს რისხვას, არავის ძულს. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნიცშეს მიხედვით ქრისტიანი ადამიანი და არა ისეთები როგორებიც დღეს არიან. ხოლო ეს ყველაფერი გამოწვეული არის იმის გამო, რომ ქრისტეს ადამიანები უყურებენ არასწორად. მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ ვინ იყო იესო ქრისტე. ნიცშეს მიხედვით ის იყო უბრალო ადამიანი, რომელმაც ჩამოაყალიბა მორალური ღირებულებები და ჰქონდა თავისი წესი თუ როგორც ცხოვრობდა. ნიცშეს მიხედვით სწორედ ამ მორალურ ღირებულებებს უნდა მიყვებოდეს ქრისტიანი ადამიანი და სწორედ ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც იესო ქრისტე ცხოვრობდა. რადგან ამას არავინ აკეთებდა, ნიცშემ დაწერა, რომ ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა, რომელიც ჯვარზე მოკვდა. ნადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ნახვამდის.